მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ ვიწყებთ ახალ გადაცემას, უბრალოდ იქნება გადაცემათა ციკლი, რომელშიც განხილული იქნება მე ჩემი აზრით ძალიან საინტერესო საკითხები, ისეთი როგორიც არის ზღაპრები, ლეგენდები, მითები, ანდაზები და ასე შემდეგ. საინტერესოა თუ რა გავლენას ახდენს ეს თქმულებები თუ იგავარაკები ჩვენზე, რას გვასწავლის, ან რაში ვიშლის ხელს. მაშინ როდესაც ჩვენ ამ სამყაროში მოვდივართ, როდესაც ბავშვი იბადება, ის თავის სამყაროს ნენელა ითვისებს ზუსტად ზღაპრების საშუალებით. ჩვენ უყვებით მას ზღაპრებს, რათა მან გაიგოს, რაც შეიძლება მეტი იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც მოვიდა. და ეს საშუალება, როგორც ჩანს, ძალიან ეფექტიანია, რადგან საუკუნეების განმავლობაში, ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები მიმართავდნენ ამ მეთოდს, რათა ზღაპრებით და ლეგენდებით მიეწოდებინათ ერთმანეთისთვის გარკვეული ინფორმაცია, გარკვეული ქცევის წესების ახსნა გაეკეთებინათ სწორედ ამ მეთოდით. დღევანდელ დღეს ჩვენ მითების რაოდენობა კი არ შეგვიმცირდა, არამედ გაგვეზარდა თუ უშუალოდ მითებზე ვილაპარაკებთ, რადგან მითები გახდა ხშირად სხვადასხვა სპეკულაციების საგანი, სხვადასხვანაირი მითები ითხოვება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად გახდეს შესაძლებელი ადამიანთა მასებზე მანიპულირება და მათთვის იმ იდეების თავმოხვევა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება და ისე ფიქრის იძულება, რაც სინამდვილეში იგივე ადამიანებისთვის საზიანოა საბოლოო ჯამში. იმისთვის რომ ჩვენ გავარჩიოთ რა არის სასარგებლო მითი თუ ზღაპარი, რა არის მოცემულ მითში თუ ზღაპარში თუ იგავში სასწავლებელი და რა არის უარსაყოფი, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება განვიხილოთ საგულდაგულო თითეული ეს მიმართულება, თითეული თუნდაც პერსონაჟი და შევაფასოთ მისი ქმედება, რამდენად სწორია თუ არასწორია, რელევანტურია ჩვენი სამყაროსთვის თუ არ არის რელევანტური. დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება კონკრეტულად ეკონომიკური მითები და ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ბატონი სანდრო რაქვიაშვილი. მოგესალმებით ბატონო სანდრო. თქვენს ცოდნაში ეკონომიკური მითოლოგიასთან დაკავშირებით ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და იმედია რაღაც შესავალი სიტყვით მოკლედ მოგვიყვებით ამ მიმართულების შესახებ. მადლობა პირველი სტუმარი რო ვარ და იმედია კარგი ციკლი გამოვა გადაცემების. ზოგადად ჩვენი ინტელექტი არის ძალიან ესეთი ძვირფასი რესურსი და აზროვნების დროს უბრალოდ ქმედები რაც ადამიანი იქცევა, ადამიანის ცდილობს ინტელექტი დაზოგოს. ანუ ეს ნაწილი ჩვენი ქცევის ჩვევები ჩვენი ან ტრადიციული ქცევა მიმართულია იმაზე, რომ რაღაცნაირად დაზოგო ენერგია, არ იფიქრო, ტვინი არ გადაღალო და ასე ვთქვათ მინიმალური დანაკარგით ესა თუ ის გაწოლება მიიღო, ამის ქმედება ჩაიდინა, იმიტომ რომ ჩვენ რო სულ ვფიქრობდეთ, აი რას ვაკეთებთ და ყველა ახალ ინფორმაციას ანალიზს ვუკეთებდეთ, უბრალოდ ტვინი აგვიდუღდებოდა. შეუძლებელია, იმიტომ რომ გვაქვს თვალავი ფერითა ჩვენი სამყარო, ასე რომ შეუძლებელია გავცდეთ. აი ძალიან პრიმიტიულად წარმოგიდგენთ, რომ ადამიანს აი მაგალითად მე არცერთ ბრაზილიელს არ ვიცნობ და რომ ვკითხო ვინ არის ბრაზილიელი, რა სტერეოტიპულად ვიპასუხებ, რა ვიცი, ალბათ ფეხბურთს თამაშობს, ან რა ვიცი, პლაჟზე ხშირად ან რა ვიცი, რა შეიძლება გქონდეს ბრაზილიელზე, წარმოდგენა სტერეოტიპულად. გასაგებია, რომ უზარმაზარი ქვეყანა უამრავ ადამიანს ცხოვრობს და ვიღაცას არის, არც ფეხბურთი უყვარს და არც სხვა და არც არაფერი, მაგრამ მე არ მაქვს რომ ვიფიქრო როგორი შეიძლება იყვნენ ბრაზილიელები ზოგადად. ამიტომ ჩემთვის ის საკითხი, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, მინდობილია რაღაც სტერეოტიპულ აღქმას და სტერეოტიპებისთვის. იგივე შეიძლება ვთქვათ უფრო ფუნდამენტურ საკითხს, აი მაგალითად, ის დიდი აფეთქების თეორია, როდესაც ფიზიკოსები გვეუბნებიან, რომ
ასე შეიქმნა ჩვენი სამყარო, ფაქტორები მითია თავისი ბუნებით, იმიტომ რომ ტექნიკურად შეიძლება მათემატიკური განტოლებები იყოს, მაგრამ ამ მათემატიკურ განტოლებებს რომ მე ამ რაღაცა აფეთქების და იმას შინაარს აძლევენ, ეს უბრალოდ შინაარსობრივად მითია, სტრუქტურულად მითია, იმიტომ რომ რაღაც ადამიანს რომ რაღაც მინიმალური გაგების შანსი ქონდეს იმის რაც ხდება, თორე თვითონ ფიზიკოსებიც კი არიციან რა ხდება, ანუ რაზეა საუბარი. ის აფეთქება იმ აფეთქებასთან კავშირში არ არის. ხო, აფეთქება და ცეცხლი და ბოლო არა რელევანტურია იმასთან. ხო, არაფერში არის სანდულში იქ-ს გულისხმობენ და მეტიც თვითონაც არიციან რა ხდება, ანუ ხო ეს ხო უბრალოდ რაღაც ცდელობა რაღაც მაინც ახსნა. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ფიზიკურ კონცეფციებსაც არის გრავიტაცია რა არის მაგას კი ვერ აგიხსნა. არა, მაგაზე ფიზიკოსებს ასეთი ის აქვთ, ფიზიკაში ესეთი ის არის, რომ სამყარო ისეთი როგორიც არის, რაც დაიკვირვება, აიხსნება იმ მოდელით, რასაც ქვია დიდი აფეთქების თეორია. თორემ დამტკიცებულიო არც ერთ ფიზიკოსი მაგას არ იტყვის. ზოგადად არაფერი ამტკიცდება, ეს საერთოდ ეხლა კაც ლოგიკურ წესებს რომ მიმართოთ, მაგრამ ფიზიკაში ამტკიცდება. არ იხსნება საერთოდ ვერც აიხსნება, იმიტომ რომ თვითონ ეს კონცეფციას არ აქვს პასუხი საერთოდ საიდან დაიწყო ეს, რა აფეთქდა. ანუ უბრალოდ ჩვენ ხედავთ დაკვირვებას და არანაირი ახსნის ფუნქციაც კი არ აქვს, ეს დაკვირვება და იმის ექსტრაპოლაცია, ანუ რომ რადგან ეს სამყარო ფართოვდება, ალბათ ადრე უფრო პატარა იყო. ექსტრაპოლაცია წასულში. ხო, მაგრამ არანაირი ახსნა არც კი წარმოადგენს, არც შეიძლება ახსნათ და არ ხო ასეთ რაღაცას. ეს უბრალოდ დაკვირვება. არა, უბრალოდ ეს ექსტრაპოლაცია კარგად ხსნის იმ დაკვირვებას, რასაც დღეს ვხედავთ. არა, ვერ იქნება ექსტრაპოლაცია ახსნა. თავის ბუნებით ახსნა არის, ხო, ანუ ახსნა იქნებოდა რომ აი მაგალითად აინშტაინის თეორია შეიძლება ახსნა იყოს რაღაცის, იმიტომ რომ ეს ჯერ თეორია კონცეფცია, რომელიც მე გადის რაღაც შემოწმებას და როცა შენ აკვირდები და უბრალოდ ბერი დაკვირვების ფაქტი გაერთიანე, ეს ახსნა არის დაკვირვება თავისი ბუნებით. და ამიტომ დიდი ნაწილი ფიზიკური სამყაროს ჩვენ ვიცით, უბრალოდ დაკვირვება, უბრალოდ ჩვენ დავაკვირდით, ასე დავინახეთ. ისიც კი არ ვიცით სხვადასხვის, რამდენად კორექტულია ჩვენი დაკვირვება. იმიტომ რომ მაგალითად ფიზიკური კონცეფციები დგას მარტივ დაშვებაზე, რომ ჩვენი ფიზიკის კანონები დროში და სივრცეში უსვლელია. ანუ ამ ოთახში და თქვათ, რა ვიცი, სხვა შენობაში ერთ-ერთი უნდა იყოს, ვინ თქვა რომ ასე უნდა იყოს. იქნებ ჩვენი galaktikis გარეთ სხვა კანონები მოხდეს. შეიძლება უბრალოდ კანონები იცვლებოდეს ფიზიკოს, მაგრამ ჩვენ თუ ამ დაშვებით ვაკვირდებით სამყაროს, ჩვენ მხოლოდ იმ კანონებს დავინახავთ და იმ მოვლენებს, რომელიც დროში და სივრცეში უცვლელია და ყველა დანარჩენს ვერ დავინახავთ. ამიტომ შეიძლება ჩვენი დაკვირვება საერთოდ არ ფროშარ იყოს სამყაროსთან, რომელსაც ჩვენ ცხოვრობთ. აქედან გამომდინარე პრეტენზია, რომ სამყაროს ფიზიკური რომელაც კონცეფცია ხსნის, ეს უბრალოდ თავისთავად აბსურდული იქნება, თუ ჩაუღრმავდები სიღრმე რაღაც დაშვებებში, აქსიომატიკაში და ასე შემდეგ, მაგრამ თუნდაც ეს მეცნიერული მეთოდოლოგია, რაც ქვია, ფიზიკოსებიც ვერ იტანენ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ ბევრად უფრო მარტივია იცხოვრო აქ-მაში, რომ მე ხა გავიგე როგორ არის სამყარო აწყობილი და მოდი მოგიყვებით, მაგრამ სამდროში ძალიან რთულია ამის მიღწევა და ამიტომ ფაქტორია თითქმის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი აღქმა სამყაროსი არის მითოლოგიურია, გარდა ნუ ყოველ ვცდილობთ, რომ აი რაც გვაინტერესებს, ნამდვილად რაც გვაინტერესებს, იმაზე ვცდილობთ ენერგია დავხარჯოთ და იქ უკვე პრეტენზია შეიძლება გქონდეს, რომ არა, თქვა ასე არის, მოდი აგის მაგალითად ორი ფიზიკოსი რომ დაждდეს, ალბათ აფეთქებაზე და იმაზე არ ელაპარაკებენ, რაღაც მათემატიკურ ენაზე დაელაპარაკებენ ერთმანეთს, რომელიც უფრო ზუსტი იქნება ამის აღსაწერად. მე მინდა თქვენს და მაყურებელსაც უთხრა, რომ ეს იმდენად საინტერესო საკითხი ასტრონომია სამყაროს წარმოშობა და რამე, ამ გადაცემათა ციკლში იქნებ მოიწვიოთ ასტრონომი, ფიზიკოსი და შეიძლება ასეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, თუ ინტერესი იქნება, გავაკეთებთ ასეთ გადაცემათა ცალკეცი ამ კუდის ქვეშ ჩვენი კუდის ქვეშ. მე ზოგადად ორი ოცნება მქონდა, ორი ურთიერთგამორიცხავი და სანამ ეკონომისტობას გადავწყვეტი, ერთი იყო რბოლელი და მეორე კოსმოლოგია მაინტერესებდა, ამიტომ ძალიან საინტერესო. არც რბოლელი გამოვიდა შემდგომ არც ფიზიკოსი ავიდა. დავდი ეკონომისტი ასე რაღაც. მაგრამ ძალიან საინტერესოა ის საკითხებიც, ეკონომიკაც თავისთავად ძალიან საინტერესოა, რადგან ეკონომიკაში მე მგონია უფრო მეტი მითი არსებობს, ვიდრე ყველა დანარჩენ მეცნიერებაში ერთად აღებული. შეიძლება, ან უბრალოდ შეიძლება უფრო მეტი აკვირდები, ყველ მაგალითად აი ან უფრო მეტ ადამიანს ეხება.
შეიძლება, იმიტომ რომ უბრალოდ წამოგიგროთ ფიზიკაც სულ მითოლოგია, ფიზიკა როგორც ისწავლება, წამოგიგროთ რაღაცნაირი მითია, გრავიტაცია რა არის, ხო, აი გრავიტაცია, ახლა რამდენიც არ უნდა ჩაშავო რაღაც მომენტში მიხვალ იქამდე რომ არ იცი, აი ბოლო პასუხი გექნება რომ არ იცი. მაგრამ ამის აღწერა ფიზიკას დაუბრუნდით, მაგრამ ერთი რამე ბავშვობიდანვე შემაწუხა იმან, რომ ვარდება, როგორ ვარდება საგანი ვიცი, მაგრამ რატომ ვარდება, ამაზე ამ კითხვაზე პასუხი. ხო, ჩვეულებრივ უბრალოდ აი წამოიგინე რომ დაკვირვება გააქვს, მაგრამ იმდენად შეიძლება არა ინტუიტიური იყოს ის რაც აკვირდები, რასაც შენ ხედავ, რასაც შენ ხსნი შენ თუნდაც მათემატიკის მეშვეობით, რომ უბრალოდ ადამიანს რო უხსნი, უბრალოდ გინდა რაღაც ისტორიას უყვები, რაღაც ხატავ ნახატებს, რომელიც არ შეიძლება ეს რეალობასთან, მაგრამ რაღაცნაირად ცდილობ რომ აუხსნა მას, დაახლოებით აი ალბათ ამას გავსო ეს. და ამიტომ აი ფიზიკა იმიტომ უბრუნდები, რომ ფიზიკა ზოგადად მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური მეცნიერება, ხო, აი მეცნიერების ეტალონი. და იქ სადაც ფიზიკაშიც კი ძალიან ბევრი ადგილი უკავია მითებს, აი თქვა აი რწმენაზე დაფუძნებულ არგუმენტს, რომელიც რაღაც ესეთი მკაცრი ლოგიკა კი არ აქვს, რომ ადამიანს რაღაც უბიძგებს, რომ იქნებ მიხვდი ინტუიტიურად ეს ყველაფერი. გასაგებია, რომ სხვა დარგებში კიდე უფრო ასე კაფეოდ გამოჩნდება ეს ყველაფერი. ფიზიკას აქვს ერთი დიდი უპირატესობა დაუშვათ იგივე ეკონომიკასთან შედარებით, რომ ფიზიკაში შეიძლება დადგა ექსპერიმენტები და შეამოწმო მოცემული მითი, რამდენად ახლოს არის რეალური მითი. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ფიზიკოსები თვითონ აიგნორირებენ თავისივე ექსპერიმენტებს, ანუ უამრავი მაგალითი არსებობს ექსპერიმენტმა უარყო თეორია, მაგრამ აინშტაინს მაგალითად პირველი როცა უარყოს მისი თეორია, თქვა რომ არა, ექსპერიმენტი შეცდავა. ამიტომ ექსპერიმენტის ჩატარების წესიც ცალკე ამბავია და ეგ მე კიდე ეს წესები რომ დაეცა ფიზიკოსებს მეცნიერება არ განვითარდებოდა. გალილეოდან დაწყებული თითქმის ყველა ფალსიფიკაციას აკეთებდა ცუდი გაგებით რაღაცას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ მიგნება სწორი იყო, ბოლოში აღმოჩნდებოდა რომ სწორი იყო, მაგრამ არაერთი ექსპერიმენტი არსებობს, რომელიც უარყოფს იმ თეორიას და ბევრ შემთხვევაში შეიძლება ცდარით თეორიას გამოიყენონ, მაგალითად ახლა ნიუტონის ფიზიკა შეიძლება გამოიყენონ უამრავ შემთხვევაში და არ დაგჭირდეს რაღაც აინშტაინის ფიზიკის გამოყენება, უბრალოდ იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს ამ ეფექტებს რაღაც პატარა მასშტაბებზე და შემდეგ და იცი რომ თეორიულად ეს უფრო ზუსტია, მაგრამ ეს უფრო მარტივია გამოსაცვლელად. და ანუ მაგრამ რაც არ უნდა იყოს ფიზიკაში, რაც ფიზიკაშიც ძალიან გავრცელებულია, გასაგებია რომ ფიზიკა მაინც ამ რეალურ სამყაროს ეჯახება და რაღაც ფილტრი აქვს, ანუ ბოლოს და ბოლოს ის თვითმფრინავი არ აფრინდება. ანუ გინდა ასე შეხედე, გინდა ასე შეხედე. რაღაც მომენტში მართლაც ექსპერიმენტი დადგება ასეთი ისეთი, მაგრამ რაც გინდა წარმოგენა კონდეს სამყაროზე საკუთარ თავზე, ის არ აფრინდება და მორჩა. მაგრამ სოციალურ მეცნიერებებში არაფერი მსგავსი არ არსებობს, ანუ ფაქტობრივად ეკონომიკური თეორიის ისტორია რომ გადახედოს წიგნი რაღაც წიგნებს რომელიც ამაზე დაწერილია, ნახავ რომ ურთიერთ გამორიცხავ იდეები ჩვეულებრივად თანაცხოვრობს და არათუ თანაცხოვრობს ერთ და იგივე სახელმძღვანელოში თანაცხოვრობს. აი მაგალითად მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოში სხვადასხვა მაკროეკონომიკური კონცეფციები ისწავლება ისე ვითომ არაფერი. და გეუბნები რომ აი ახალი კლასიკოსები აგერ, ახალი კეინზიანელები და რომელია მათ შორის მართალი კაცო, რატომ ერთი თავი ერთი მაქვს და მეორე თავი მეორე მაქვს? ან მე მაქვს ნახი სახელმძღვანელოები მაკროეკონომიკის, ასე 4-5 კონცეფცია ერთდროულად ისწავლებოდა. რო გეუბნებია რომ შეიძლება ასე შეხედოს, შეხედო კაცო, გავიგე შეიძლება ასე შეხედო, ისე შეხედო, მაგრამ რომელიღაც ეთიხობ რომ სწორი უნდა იყოს, ის მასწავლე თუ მასწავლე. ვინც მაქვს სახელმძღვანელოს საკითხებს იმაზე რისით თქვა უნდა მაგით რომ ეს ყველა შესაძლოა სწორი იყოს თუ ყველა. იმის თქვა უნდა რომ ეკონომიკურ თეორიას არ აქვს აი ეს ფილტრი, რაც შეიძლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ჰქონდეს, ანუ ქიმიას, ფიზიკას შემდეგ, იმიტომ რომ აი ფაქტობრივად ერთი და იგივე მოვლინა შეიძლება უსასრულო ინტერპრეტაციის საკითხი დარჩეს. გულისხმობ ამ კითხვაში. როდესაც ხელოვნურად ხდება ასეთნაირად საკითხების წარმოჩომა დაყენება რომ ურთიერთსაპირისპირო თეორიები ერთ იმაში იზომება, ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ მისი მიზანი არის ადამიანი უფრო დააბნეოს და ვერასოდეს ვერ იპოვოს გამოსავალი. არა, ხო და ეს ეკონომისტების პრობლემა, ეს ეკონომისტებზე არის ხუმრობა, შეიძლება სხვა პროფესიებსაც ბევრის კავშირი მომისმენია, მაგრამ მათემატიკოსს ეუბნებიან ორჯერ რამდენია 4-იო. მერე ბუღალტერს ეუბნებიან რამდენია ორჯერ 2-იო და ნუ დაახლოებით 4-იო რა და ეკონომისტს რო ეკითხებიან შენ რამდენი გინდა. ხო, ანუ სიამდვილეში ეკონომისტების პროფესია, აი მართლა გულწრფელად შეხედო, არის ფარისეველი, რომელიც ერთ-ერთი ფუნქცია აქვს
დაასაბუთოს მართველის გადაწყვეტილება და დაამტკიცოს, რომ მართველმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ანუ ფაქტობრივად დამხმარე პერსონალია ეკონომისტები მართველებისთვის. წიგნების სახელმწიფოების 99% შედგება იმის, რომ რაღაც ტიპის რეგულაციებზე, ან რეგულაციებისთვის საჭირო თემებით, ან რეგულაციებზე სასაუბრო საჭირო თემებით. სიტყვა რეგულაცია და ამასთან დაკავშირებული თემები რომ ამოიღო სახელმწიფოდან დარჩება ეს პატარა წიგნი. ამიტომ შინაარსობრივად ეკონომისტებს ასწავლიან როგორ მოემსახურო პოლიტიკოსს. რომ პოლიტიკოსმა კარგად მოატყუოს ადამიანი და ვინაიდან ტყუილი შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს, ეკონომიკური თეორიებიც ასეთი მრავალფეროვანია შინაარსობრივად, რომ მოატყუე შრომითი კლასი, მოატყუე ფინანსისტები, მოატყუე ექიმები, მოატყუე ასე, მოატყუე ისე, მოატყუე არჩევნებამდე, მოატყუე არჩევნების შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ შინაარსობრივად უამრავი სხვადასხვა კონცეფცია მოგონილი, რომელიც სხვადასხვა მიზნებს ემსახურება. მაგალითისთვის უშუალოდ მითებზე რო გადავიდეთ, ხო? არის ალბათ, რა ვიცი, უსასრულო რაოდენობა ნაშრომების, როგორ რუზველტმა გამოიყვანა ამერიკა დიდი დეპრესიიდან. სახელმწიფოების წერია, წიგნებია დაწერილი, ფაქტობრივად ერთ-ერთი თავარი რაც ახსენდება ადამიანში, რომ ჩვენ ქვეყანაშიც კი როცა ეთქვი რომ აი რუზველტი ამერიკის პრეზიდენტი იყო რა იციო ამაზე, გეტყვის რომ აი დიდი დეპრესია დაამარცხა. და აი მაგალითი რამდენად შეიძლება აბსურდამდე მიდიოდეს ეკონომიკური თეორია, არის ზუსტად ის რომ აი ეს ტყუილია, ეს მითიც არის, რომ გასაგებია მითოლოგიზირებული ფიგურაა რუზველტი ამის გამომაჩოლი. მაგრამ ეს რო ტყუილია, ტკიცდება კალენდარით. ანუ კალენდარი თუ გაქვს და იცი კრისი როდის იყო, რუზველტი როდის იყო პრეზიდენტი, ტკიცდება რომ არაფერ შუაში არის ერთი მეორესთან. და კრისი დაიწყო 29 წელს და 33 წელს მთავრდება. ანუ 23 წლის გაზაფხულზე უკვე ეკონომიკურის დაიწყება და ზაფხულისთვის ორნიშნა ეკონომიკურის დაიწყება. და რუზველტი აი ხა ფორმალურად არჩეული არის 32 წელს, მაგრამ ამერიკაში აი ხაც ხო ახლახან საერთოდ ტრამპი და არჩევნების დღიდან ინაგურაციამდე ძალიან დიდი დრო გადაიხმნა, თვეები გადის. კი. ამიტომ ფორმალურად რუზველტი რა თქმა უნდა აირჩიეს 32 წელს და კრიზისი 23-ს დამთავრდა და შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ აჰა მოვიდა რუზველტი და რაღაც ხნა და მე კრიზისი დამთავრდა, მაგრამ შეხედო ინაგურაციის დღეს, ანუ როცა რუსეთი შევიდა თეთრსახში უფრო მიიღო. აღმოჩნდება რომ კრიზისის დასრულების დღე ითვლება საბანკო არ დადეგები, როცა საბანკო სისტემა ჩამოიშალა და მე ეს ორ კვირაში ახლიდან დაიქოქება და მე იწყება ეკონომიკური ზრდა. ხო და აი ეს არდადეგები ერთ დღით შემდეგ ხდება რუზველტის თეთრსახში შესვლა. ეს მომენტი და რაც მოხდება იჩემოდა ნებისმიერ ვარიანტში ის იქ მიიდოდა თუ არა ზოგადად ამაზე მიდიო დისკუსია რომ გამოსაცხადებელია რუზველტს არ უნდა და მარაპოპულარ გაწყვეტილების მიღება და ამბობდა რომ ეს რა ქვია გუვერს ეუბნებოდა რომ ის იყო პრეზიდენტი შენ უნდა მიიღო გაწყვეტილება შენ ხარ მოქმედი პრეზიდენტიო მოქმედს არ უნდა და არჩეული პრეზიდენტის კარიერაში გაწყვეტილების მიღება და ეს გაიწელა და ფაქტობრივად დადგა ეს შედეგი ისედაც მაგრამ შოულებრივად ფაქტობრივად არაფერი არ გაუკეთებია ჯეროთა კრიზისი დამთავრდა ანუ აი ჯერ არაფერი არ გაუკეთებია კრიზისი უკვე დამთავრდა და მეტიც ან ამას მეორე მითი მოყვება რომ მაგალითად ეს ახალი კურსი რას ქვია ახალი შეთანხმება რაც რუზველტის გეგმა დაწერილი იყო წინა პრეზიდენტისთვის. ანუ რჩევლებმა და თვითონ რუზველტი მოვიდა საწინააღმდეგო დაპირებებით, რომ ნაკლები რეგულაცია საჭირო, ნაკლები გადასახადები, ანუ ყველაფერი საწინააღმდეგო გააკეთა იმის, რაც დაპირდა ხალხს. და უბრალოდ როცა მოვიდა თეთრსახში, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, ანუ რჩევლებს არ ჰქონდათ არანაირი გეგმა, იმიტომ რომ კატასტროფა ხდებოდა ქვეყანაში და ფაქტობრივად მეორე დღეს უნდა დამთავრებულიყო, ასე ვთქვათ, უზარმაზარი კრიზისი ძალიან მტკივნეულა და ყველაზე ცუდი გზით როგორ შეიძლება კრიზისი დამთავრდეს. და შემოვიდნენ პრეზიდენტის მოქმედი პრეზიდენტის მრჩევლები და უთქვეს რომ გეგმა დავწერეთ თუ აქ ავიცოდეთ რომ წააგებდაო და აგე ხო არ გინდათო და ეს ახალი შეთანხმება არის სიამდვილეში რუზველტის ოპონენტისთვის დაწერილი დოკუმენტი და თვითონ საწინააღმდეგო დაპირდა ხალხს და გადააგდო პირველივე დღეს. ოღონდ ეს ახალი კურსის კანონები პირველი ამოქმედება ივნისში, როცა ორნიშნა ეკონომიკის დაარსეს უკვე. ანუ სიამდვილეში არანაირი კავშირი არ არის არც ერთ ქმედებას რუზველტის კრიზისის დამთავრებასთან. მაგრამ
იმიტომ რომ საჭირო იყო რუზველტისგან რაღაცა ესეთი ფიგურა შეიქმნა. რუზველტი არის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა ფაქტორიულად აი გაყვნილი პოლიტიკის. ანუ ყველაფერი ცუდი რაც ჩვენ ვიცით პოლიტიკაზე ამორჩილის მოსყიდვა იქნება თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რუზველტის მოგონილია ფაქტობრივად. ანუ ჩვეულებრივი ამბავი იყო დადიოდა რეგიონებში და ხალხს ეუბნება რომ თუ დემოკრატებს მისცემთ ხმას ფულს მოგცემთ თუ არა და შეუჩერებთ დაფინანსებას და უამრავი სხვა ასეთი ამბავია. და აი რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში და შემდეგ ეს მოგონილია, ну, გასაგებია, სადაც დემოკრატია უფრო ადრე იყო, იქ მოიგონეს უფრო ადრეც. არა, ქართველები ნამდვილად არ ვართ ყველაზე უარესი. არა, უარესები რატომ უნდა ვიყო ჯერ ესეთი და მეორეთი არაფერი ახალი არის ამორჩილის მოსყიდვა. ადრეც ეხა ყველა ცდილობდა ამა თუ იმ ფორმით და მაიკი არა შიმპანზეების საზოგადოებაში კი ხდება ხოლმე ამორჩილის მოსყიდვა, როცა ესაჭიროა. მაგრამ ჩართვა, ამიტომ გავაკეთე, რომ ჩვენთან ერთ-ერთი მითი არის ასეთი, რომ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ან ამისი ოპოზიტი, რაც ცუდები ვართ, ქართველები ვართ და სინამდვილეში ორივე მითი არც ცუდი არ არის, მაგრამ ხო და ნუ ესეთი ამბავი იყო და ამიტომ ეს მითოლოგიური პიროვნება იყო ძალიან ფაქტობრივად დემოკრატიული დღევანდელი დემოკრატიული პარტიის და დიცვა რესპუბლიკური პარტიისაც ეს დამოკიდებულება ამორჩევლის მიმართ ეს ექსპანსია მთავრობის რეგულაციების და შემდეგ ეს რუზველტის დამსახურება და ვინაიდან პოლიტიკური ისტაბლიშმენტს ჭირდებოდა რომ ეს ქმედებები ყოფილიყო ასე ვთქვათ მოწონებული ფაქტობრივად დღემდე იწერება ნაშრომები როგორ გამოიყვანა რუზველტმა დიდი დეპრესიიდან ამერიკა რომელიც უბრალოდ რა ვიცი კალენდარს დახედე და ტყუილია უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ ფაქტს კალენდარს ანუ ხვდები ანუ რაღაც თეორიას ან მიდგომას ან შეფასებას კი არა კალენდარს ანუ რაღაც მარტივ რაღაცას ამაზე კალი კრიტერიუმი რა უნდა კონდეს ხო რომ უბრალოდ იცი რაღაც თარიღები იცი ეს უბრალოდ ნიშნავს იმას რომ შანსი არ არის რომელიმე მითი დაამარცხო ცხადია მითების დამარცხება ფაქტობრივად ბევრ შემთხვევაში ხო შეიძლება რა თქმა უნდა ინდივიდუალურად დაუждე ადამიანს დაახარჯოთ რომ და რაღაც გააგებინო მაგრამ პრინციპის დონეზე ვინაიდან ამ ადამიანის აზროვნება თვითონ მითოლოგიური იქნება ანუ თუ ის პროფესიონალი ეკონომისტია ანუ საკითხი 5 წუთში გაივლი ანუ სამდრეში ის ბოლოს გეტყვის კაცო მე ჩემი საქმეა ხალხის მოტყუება და გამანები თავი ვიციო ანუ როცა ამბობს მაშინაც იცის ხო იცის ეს პროფესიონალური რა ამბავია მაგრამ მეორე მხრივ ახლა თუ ადამიანი არის მოწადინებული ეკონომიკაში გაერკვევს რაღაცაში მისი აზროვნება ამის მიმართ ძალიან სტერეოტიპული იქნება ამიტომ თუ აქ რაღაც მითი არის რაღაცა ესეთი გენიალური პრეზიდენტის რომელმაც უზარმაზრად პრობლემისგან დაიხსნა ქვეყანა ეს ხომ მნიშვნელოვანი მითია აი ჩვენ რომ ბელადომანიას ვაიზახით აქ და ბელადებს რო ვებრძვით საქართველოში ესეც ხო იგივე ამბავია ადამიანებს ამერიკაშიაც ცოტა ხალხი ვისაც ბელადი მოსწონს ტრამპსაც აბელადებენ და ბევრ სხვა პრეზიდენტს და კენედis და შემდეგ რომ აი ხალხს ხშირად უჩნდება სრული რომ ვიღაც ვიზა მოვიდეს ასეთი და გადაგარჩინოს შენს ნაცვლად გაწლება მიიღოს რომ აი შენ კი ახლა პასუხისმგებელი შენ ცხოვრებაზე და შენ რაღაცაზე არამედ პასუხისმგებელია ვიღაც სხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ უამრავი ასე ის არის რა ქვია მოთხოვნილება რატომ უნდა ვიღაც ადამიანი გახადო ან ანგელოზად ან რაღაც გენიოსად და ამას ემსახურებოდა ამ რუზველტის მითოლოგიზაცია რაღაც გაგებით და აქედან გამომდინარე რადგან ეს ბევრი პოლიტიკოსი ჭირდებოდა დღემდე ამის კულტივირება ხდება და ამიტომ შეიძლება ეს დაამარცხო ეს მითი ამას საწინააღმდეგო მითი უნდა შეუქმნა ფაქტობრივად ანუ ერთი მითოლოგიური აზროვნება მეორე უნდა ჩაანაცვლო და ეს მეორე მითი თუ არის საკმაოდ ეფექტიანია შთამბეჭდავი დიდი აფეთქებივით რა აფექტა და ადამიანს საჭიროა ეფექტურიც უნდა იყოს და ეფექტიანიც ხო ცხადია ეფექტურიც უნდა იყოს რომ ადამიანი ლამაზი უნდა იყოს ხო მომხილველი უნდა იყოს კი ბატონო და ნუ ამით მეთერში შემთხვევაში ეს საკმაოდ ეფექტიანიც აღმოჩნდეს ხო და ზოგ შემთხვევაში ეფექტიანობამდე გზა ეფექტურობაზე გადის კი ბატონო უნდა მოიხიბლო ადამიანი და ასე თუ მოიხიბლე მე ამ ადამიანს ყველაფერს გააგებინებ. ნუ უბრალოდ ას შეაცვლებინებ, შეიძლება მაინც ვერ გაიგოს, ანუ შენივე აღქმა, მაგრამ სხვა პრობლემას ხედავს სინამდვილეში. შეიძლება ცალკეულ ადამიანთან ასე თუ ისე რაღაცნაირად მოახერხო და რაღაცა გააგებინო ცალკეულ ადამიანს, მაგრამ ის რომ მასიურად ადამიანებს ეს გაიგოს, ეს შეუძლებელია ამიტომ. კი, არც არის საჭირო. როგორც არის საჭირო ყველა ერკვევდეს მედიცინაში, ყველა ერკვევდეს ანთროპოლოგიაში, ყველა ერკვევდეს ფიზიკაში, ანუ
ჩვენ არც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ანუ ჩვენ ტვინი არ არის შექმნილი იმისო, მთელი სამყარო გაიგოს. ჩვენი ტვინი ეს რაღაც ძალიან ვიწრო, ექიმების ხო რაღაც სხვა გვრის არის რაღაც. ერთი კარდიოლოგია, მეორე სტომატოლოგია, რაღაცა, ყველა სხვა სფერო აქვს და იმაზე ხმრობ ხოლმე პროგრამისტებზე, რომ ვინ ხარო პროგრამისტი ვარ, უშვილო კომპიუტერი გამიფუშტა გამიკეთეო რა და ანუ რაშია ინჟინერი ან რაღაც ან სხვა პროფესიებია. მაგალითად, ჩვეულებრივად ხალხს გონია, რომ ფინანსისტი და ეკონომისტი რაღაც მსგავსი პროფესია და ეკონომისტი შეიძლება კითხონ რაღაც ფინანსებში, ალბათ ფულში ერკვევი გეტყვით. არაფერ შუაში არის ეკონომისტის პროფესია ფინანსებთან. ალბათ ფინანსისტმა უნდა იცოდეს ეკონომიკა, უკეთესია რომ იცოდეს, მაგრამ აი ეკონომისტმა შეიძლება დიდად ფინანსები არ იცოდეს, ანუ ბუღალტრული აღრიცხვა რო არ იცოდეს ეკონომისტმა და არაფერი არ დაშავდება განსაკუთრებული. თუმცა რო იცოდეს უკეთესია, იმიტომ რომ საბაგო სისტემას უკეთესად გაიგებს. მაგრამ ანუ სხვა პროფესიები უბრალოდ. ხო და მაგრამ იგივე ეკონომისტი რო იკითხები, სტანდარტული კითხვა. ვინ ხარ ეკონომისტი? რა იქნება დოლარის კურსი? დოლარი ვიყიდა თუ გავყიდა? და შეიძლება უსასრულობამდე აუხსნა, რომ ამ კითხვას უბრალოდ აქვს ერთ ისტორიულ პასუხი არ მოგეწონება, რომელსაც მე გეტყვი და ამიტომ არ ვიცი რა, არ ვიცი რა იქნება დოლარის კურსი და არც უნდა ვიცოდე და არც გეტყვი და თუ ეკონომისტი ვარ, უპატივცემობა იქნება ჩემი პროფესიის მიმართ, თქვა რომ ვიცი როგორი კურსი იქნება, უბრალოდ სწორი პასუხია იგივე კურსის დღეს. მაგრამ ნუ ეხლა შორს ვარ წავიდეთ ეს პასუხი არავის არ მოსწონს მაინც და ამიტომ თვითონ კითხვაც მიუთითებს რომ ადამიანს სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს ეკონომისტებს დოლარზე კურსზე და შე. კი, რა თქმა უნდა, სხვაობას ვერ აფიქსირებენ ისევე როგორც თავშად როდესაც ადამიანი ექიმია გონიათ რომ იმან ყველაფერი შეიძლება იცოდეს. ბატონო ის ფარმაცევტიც ის არის ფსიქოლოგიც ეგ არის და ასე შემდეგ და ამიტომ გამოდის რომ თვითონ ამ ადამიანს ბუნებრივია სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს. ყველა ადამიანს ამ სამყაროს რა ვიცი 99% სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს. აი იმ პატარა თემაში ერგო, იმ პატარა თემაზე ხარჯავს დროს. შეიძლება მძღოლი იყოს და კარგად დაყავდეს მანქანა და ფიზიკა ისოდეს აი იმ ნაწილში რომელიც მანქანის ტარებას ეხება და არა იმ ნაწილში რომელიც რა ვიცი შეიძლება მანქანა კარგად დაყავდეს, მაგრამ ძრავისადაგ ისიც არ იცოდეს კაცო. ნუ ხო, მაგრამ ჯობია რომ ფიზიკა მაინც ცოტა იცოდეს. ანუ პროფესიონალ მძღოლს ეს უკვე დაჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ფაქტობრივად ასეთი ტიპის დისკუსიებსაც ვკითხე რომ მითების ჯახი არის. აქეთ მითი, იქეთ მითი. და რამდენად უფრო ლამაზ მითს ააწყობ, მით უფრო მაღალი ალბათობა რომ რაღაცას გაიგებ, ან გააგებინებ. ხო, ადვილი არ არის. ადვილი სამყარო ზოგად არის, ადვილი რაღაც. კი, სამყარო თვალავით გვაქვს. ამიტომაც საინტერესოა, რომ ადვილი რო იყოს. ჩვენ ახლა ნელ-ნელა მივედით ჩვენი ეკონომიკური თუ ჩვენი ადამიანური სამყაროს ერთ-ერთ მთავარ მითთან, რომელიც მინდა რამდენიმე სიტყვა ამითხრა, ეს არის მონეტარული პოლიტიკის აუცილებლობის რა ყოველდღე თუ საკითხს მიაдэг. არა, მე არ მინდა ახლა სიღვეებში ჩავიდეთ, უბრალოდ ზოგადად ვთქვათ იქნება თუ არა და გამოვტოვოთ და ცალკე გადაცემა მივუძღვათ. ხაი, მაგალითად აი თავიდან რომ დაიწყე თქვი რომ აი ბავშვებს უხსნითო ზღაპრებით სამყაროსო. ეს რატომ არის? იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს ახლა უნარი, არც აზროვნების, არც ცოდნას დაგროვებული რომ პირდაპირ აუხსნა ძალიან ამიტომ ზღაპარს რო უყვები ცუდი ადამიანი ვინც არის იმასაც ვერ უხსნი, ამიტომ გელი იქნება ის, რომელიც გელი შეგჭირ, ნუ გელი დასტუზი გასაგებია, რაღაც კვილები აქვს რაღაცა და ინსტინქტის დონეზე ხვდება რომ ეს რაღაც საშიში ვიღაც არის. ამიტომ იქ ეს პერსონაჟები ზღაპრების ეს სპეციფიკური არა, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ არის რა ჩავrtal უბრალოდ და მე გააგრძელე ნიშნულოვანია რომ ბავშვს ჩვენ უნდა მივაწოდოთ ამ სამყაროს შესახებ ინფორმაცია არამატო კარგი და კეთილი და არამედ საშიში ბოროტი და მტკივნეული ამბების შესახებ და ამის შეფუთვას ვაკეთებთ იმ პერსონაჟებში რომელიც იმ ზღაპრებშია. ხო და ამოიდინე რომ იგივე შემთხვევაში როცა ადამიანი ეჯახება რთულ ამბავს მას ეს უნდა აუხსნა აი მსგავსად, აი მაგალითად ფული, ენა და ეს ორი ყველაზე ცნობილი ალბათ არ არის ვიღაცის გამოგონება. კი. ანუ თუ მაგალითად წიგნის ბეჭდას ავტორი ყავს, ხო, ვიღაც გამოიგონა, ხო, ანუ ვიცი, ბორბალსაც გამოგონებული ყავშვილები არ ვიცნობთ, მაგრამ ვიღაცამ გამოიგონა, ანუ ადამიანი ასე პრინციპს გააკეთებდა. ენა და ფული სპონტანურად წარმოქმნილი რაღაც, რომელიც აი
ხალხი იყენებდა მე ვიღაცა ამას ფული დაარქვა და რაღაცას ენა დაარქვა რა, მაგრამ ვიყო ენა ბევრად შუადრე არსებობდა და ტერმინი გაჩნდებოდა, რომელიც ამ ენას აღწერს. ვიღაცებმა მე მიითვისეს. ნუ რაც უნდა იყოს, მაგრამ კონტროლის უფლება. ნუ ეს ამაში ხარ სიზამ ვერ გაიქცევი ვიღაცას უყარს ძალაუფლება, მაგრამ მთელი იდეა ის არის, რომ აი სპონტანური წესიგი ძალიან რთული აღმოჩნდა. ბევრად რთული ენას სხვა დაშორებით, მაგრამ ენაც რთულია რაღაც ფილოლოგები რო სწავლობენ სხვა ენების რაღაც წარმოშობას თუ განვითარებას და შემდეგ ცალკე მეცნიერების დარგია. ამიტომ ფაქტორია ადამიანს რო კითხო, თავისივე ენა შეიძლება იცოდეს რომ როგორ რაღაც სტრუქტურულად ლაპარაკობს და არ დაფიქრებულა, ხო, მაგრამ იგივე არის ფულზე. ყველა იყენებს ფულს და ნუ რა ვიცი, ყველას გვიყვარს ფული რაღაც დოზით ან რაღაცნაირად შეხება გვაქვს, მაგრამ რო კითხო რა არის ფული, უბრალოდ აი მარტივი რო კითხო და განმარტების დონეზე მითხარი ფული რა არის, ამაზე ადამიანი ვერ გიპასუხებს. აბსოლუტურად 99% ჩაიჭრება ამ კითხვას. რავი, გეტყვის რომ აი ეს არისო რა ფული. მე რომ ისე რაღაც სხვადასხვა ფულს და ეტყვი რომ ის განსხვავება აქვს, ოქრო დაუდო, ქაღალდის ფული დაუდო, ქაღალდის ფული ძველი იყო, ის ოქროთი განყარებული იყო. ბიტკოინის რაღაც საჩვენო ვალეტი და შემდეგ და უთხარი რომელია მათ შორის ფული, ან თუ ყველა ფული არის განსხვავდება და რა განმარტება ესეთი რომელიც ამ რაღაცებს გააერთიანებს, გარანტირებულად ჩაიჭრება ადამიანი. აი ფაქტობრივად თუ სპეციფიკური ცოდნა, ეკონომისტი ჩაიჭრება, თუ სპეციფიკური ცოდნა არ გაქვს. აი რაღაც სხვა დარგში ხარ, კონკურენტულ პოლიტიკაზე წერდი სულ და კითხულობდი და არ გაქვს რამე სპეციფიკური მონეტარული პოლიტიკაზე ცოდნა, ისიც კი ჩაიჭრება. იმიტომ რომ არ არის მარტივი ამბავი. ერთია ჩვენ შეიძლება ყოველას გვაქვს გამოცდილება, მაგრამ ფული რა არის? მე მგონი ფული უბრალოდ არის საშუალება. და თუ ამდენი ესმის ადამიანს ეს უკვე არა, უბრალოდ საშუალება ეს ყარა საშუალება, ნუ აი ეს არის ფაქტობრივად განმარტების დონეზე ეს პროდუქტი, რომელსაც ჩვენ გასვლის დროს ვიყენებთ, ხო? და როგორც კი შენ შემოიჭრა უკვე რთულია, მაგრამ როცა შენ განიხილავ როგორც საშუალებას, რომ რაღაცა შეიძინო ის რაც გინდა. კი, მაგრამ ამდენი თუ გესმის, მაშინ ხო და ეს პირველი ეს პროდუქტია, გაძლევს ძალიან ზუსტ განმარტებას, იმიტომ რომ შეხვდები რომ ეს მათ შორის აი მაგალითად ქაღალდის ფული არის. ფორმალურ გაგებით ფულის სუროგატია, ანუ რაღაც მეორადი, რომელიც მაგრამ ნამდვილი ფულის დღეს ხო აღარ არსებობს უკვე. ანუ ფული ყოველთვის არსებობს, ანუ ამ კუთხით რომ ნებისმიერ პროდუქტმა შეიძლება ფულის როლი შეასრულოს. ციხეებში სიგარეტი ასრულებდა. კი, მაგრამ ანუ მე რაც უგულისხმე იმ გაგებით. ხო და მე ამიტომ მეთქვა, ამიგე თუ ადამიანი ხვდება რომ ფული ეს პროდუქტია, რომელიც ჩვენ ჭირდება რომ გაცვლა გავალმარტივოთ. გაცვლაში ვიყენებთ ხო, როგორც თქვა ღირებულის დამდგენ რაღაც ინსტრუმენტს და ასე შემდეგ, ის მაშინ მარტივ კითხვას დასვამს, მაგრამ ეს ქაღალდი როგორ შეიძლება ფული იყოს, ეს ხო პროდუქტი არ არის. ეს ხო რაღაც ქაღალდია. და მაშინ იხდება განსხვავებას ფულსა და ფულის სუროგატებს შორის. მაგრამ მე რიტყვი, კაი კაცო, ეს თუ პროდუქტია, თუ ეს გაიგო, აი თუ მარტივ რაღაცზე შევთანხმდით, მარტივ განმარტებას და გაიგო, რომ ფული პროდუქტია, მაშინ ფულის ბეჭდა ხო შეუძლებელი ტერმინია უბრალოდ. ფული ხო აღარ იბეჭდება. მაგალითად, აი ავიღოთ, რა ვიცი, ოქრო ან ვერცხლი. ოქროს ხო არ ბეჭდა. ოქროში მოიპოვო რაღაც აწარმო რაღაც სადღაც. მაგრამ ვერ ბეჭდავ. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფული, რომელიც რეალურად იყო ფული. კი, ნებისმიერი რო შეხვიდე ფულის მუზეუმში და იქ ნახო როგორი ფული იყო წარსულში, ვერც ერთი მათგანი ვერ დაიბეჭდებოდა. თუნდაც რა ვიცი სპილენძი იყოს, თუნდაც ქვა იყოს, თუნდაც რა ვიცი ნებისმიერ უამრავი სხვა პროდუქტი ასრულებდა ფულის როლს სხვა საზოგადოებაში. აი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე საქართველოში ჯერ კიდე იყო ფულად შემორჩენილი ძროხა. მაგალითად ძროხა იყო ფულის ერთეული. დღემდე რამდენ საზოგადოებაში მაგალითად აკრემები და სხვა და რაღაცა ჩვეულებრივად ფულის როლს შეიძლება ასრულებდეს. არა, იმ გაგებითაც თვითონ ეს რასაც თვითონ ეს ტერმინი გულისხმობს, ის უფრო ფულია ვიდრე ჩვენი ნებისმიერი კაღალდის ფული. უკვე წამოიდგინე რომ აი ფულის ბეჭდა ის რაღაც ყველა იცის რომ რაღაც თაროა ბეჭდავს ფულს. ვიღაცა კითხოს და აი რამდენად დაიბეჭდოს რომ ეკონომიკაზე იყოს. აი ეს უამრავი კითხვა არსებობს, რომელიც ყველა სასაცილოდ გამოიყურება თუ დაუშვებ რომ გესმის რაზე ასაუბარი, მაგრამ თუ არ გესმის თუ ვერ ხვდები რომ
აი ეს ქაღალდი რომელსაც ლარს ვეძახით მაგალითად და ოქრო როდებს, ოქროს როდის პრინციპულად განსხვავებული რაღაცა ეს. ორივე შეიძლება ფულის როლი შეასრულოს, ოღონდ ეს ნაღდა ფულია და ეს ფულის სუროგატია. ეს იმიტომაც ამ ქაღალდს იმიტომაც აქვს ღირებულება რომ ვიღაცა გაიძულებს, ანუ თქვენ ძალადობა ინსტრუმენტი დგას და ეს კიდე ნებაყოფლობით ფული არის. და იმას ძალადობის ინსტრუმენტი რომ მოხსნა, ის უბრალოდ ქაღალდი იქნება. და უკვე ვეღარ შეასრულებს იგივე ფუნქციას, ადამიანის თავში ბუნებრივად იმდენი საინტერესო კითხვა გაჩნდება, რომ ის თვითონ მიხვდება რას შეასაკდა. ანუ წამოვიდნენ რომ აი რაღაც შუა საუკუნეებში ვართ და ადამიანს მიხვიდე და თქვა რომ მე აქ ცენტრალური ბანკი უნდა დავაარსო, დავიწყო ოქროს ბეჭდა. ნუ ალბათ მიფიქრე რომ ალქიმიკოსი ხარ, რომელიც იპოვა რაღაც მექანიზმი როგორ შექმნა ოქრო ჰაერიდან. ხო? ამას გაიგებდა. მაგრამ თუ ადამიანი საკმაოდ განათლებული იცის რომ ჰაერიდან ოქრო არ იქმნება, მაშინ მეტყოდა გიჟი ხარ რა ის ოქრო უნდა დაბეჭდო. იდეაში ოქროს შექმნა შეიძლება. ანუ ოქრო შეიძლება მოიპოვო რაღაცნაირად, მაგრამ მოპოვება შესაბამისი შრომა უნდა დახარჯო. ეს სხვა რაღაც არის, ხო ის ოქრო არსებობს და შენ არ ქმნია ოქროს, მოიპოვე ეს ოქრო სადაც ვარსკვლავში შეიქმნა ოდესღაც მილიარდობით წლის წინ და შენ ახლა მიწაში გაქვს და მოიპოვე ეს, მაგრამ ის არ შეგიქმნია. და შენ კიდე ამბობ რომ მე აქ უბრალოდ რაღაცას დავბეჭდავ და ეგ არის ოქრო და არის ეს ფიზიკას თუ დაუბრუნდებით ფიზიკის თვალსაზრისით ოქროს შექმნა შეიძლება არა ეს რაღაცა ინჟინერია ეხა იმდენ აბსტრაქტულ რაღაცაზე რომ პრაქტიკულად ღირებულება ამას არ გააჩნია მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში კიდეც რომ გამოვიდეს ტექნოლოგია რომ ოქროს შექმნა შესაძლებელი გახდეს დაუშვათ ხო შესაძლებელია მაგრამ ნორმალურ ფასში გადა იმას თავისი ფასი ექნება და იქიდან გამომდინარეობს მისი ღირებულება როგორც არა ქრისტიანობა შეიძლება ასტეროიდი რო ჩამფრინდეს რომელსაც უზარმაზარი ოქროს ასტეროიდი იყოს რომელიც არის დედამიწის ხელა პლანეტა იყოს თუ მინდა ოქროს ხელა მნიშვნელობა არ აქვს ოქრო თავისი ბუნებრივი პროდუქტია რომელიც შეიძლება ასე ისე შეიძლება სხვა უკეთეს პროდუქტი ვიპოვოთ, რა ვიცი, ბევრ შემთხვევაში ვერცხლი უკეთესი იყო, ვიღაცისთვის შეიძლება ქვაც უკეთესი ან სიგარეტი უკეთესი ყოფილიყო ვიდრე ოქრო. ბევრ სხვა მიზეზის გამო, მაგრამ თავარი ამბავი ის არის, რომ პროდუქტია, რომელსაც სხვა ალტერნატიული გამოყენებაც აქვს. ან პროდუქტი იმიტომ კი არის, რომ ოქრო არის, ამიტომ რომ ოქროს სხვა გამოყენებაც აქვს. მიკროსქემებში მაგალითად. რა ვიცი, სამკაულია ბოლოს და ბოლოს შემდეგ და ვინაიდან ხალხი ამას იყენებს, ამიტომ არის, რომ ის თან კარგი ფულია. თორე წიგნის შეიძლება ფულის ასრულებდეს მაგიდაც, ძროხაც და ყველაფერი. მაგრამ თვითონ ფულებს შორის არის უკეთესი ფული, რომელიც უკეთესად ასრულებს ამ გაცვლის პროცესში, უკეთესად გეხმარება უფრო თქვათ კარგი ინდიკატორი ამ ფასების, პროდუქტების, ვიდრე თქვათ, რა ვიცი, სხვა პროდუქტი. და ამიტომაც ფული ნაირსახეობო იმდენია, რამდენი პროდუქტიც არის, მაგრამ ამ ფულებს შორის არის უკეთესი და უარესი. და ამიტომ ჩვენ გადარჩევს მეთოდებს ვცდილობთ ხოლმე ნაკლები დავხარჯოთ ენერგია ფულზე და რაღაც ერთი ან ორი რჩებოდა ადამიანს ისტორიულად, ანუ რაღაც საზოგადოებაში იშვიათად როცა ორზე მეტი რაღაც ფული იყო, შეიძლება ყოფილიყო ოქრო ვერცხლი და სპილენძი მაგალითად, მაგრამ აი ესე რომ 17 ფული ქონდეს საზოგადოებას, ასე რაღაც ისტორიას არ ახსოვს. ამიტომ ზოგადად მიდრეკილი ადამიანი რომ გაიმართოს თავის ცხოვრება, არჩიოს სხვა პროდუქტისგან ის, ვინც ყველაზე უკეთესად გამოიყენება ფულისთვის. და მერე უკვე ეს პროდუქტი გამოიყენოს როგორც ფული და მეტი არაფერს. მაგრამ ეხლა უკვე რა შეასაქმე? ადრე ანუ ოქროა. და ოქროს გაფუჭება, ანუ სპილენძით გაზავება მაგალითად ან წყალში შემცირება, ანუ რასაც შინაარსად გაყვება, გაფუჭებას ეძახდნენ, ხო რაღაც აფუჭებდნენ მონეტებს. იმდენად მარტივად იდენტიფიცირებად იყო რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი კაცობის ისტორია მეფეები ამით იყვნენ დაკავებული, ანუ ცნობდნენ რაღაც ვერცხლი გაესაღებინათ ან სპილენძი ოქროს ნაცვლად, ან ოქროში გაესაღებინათ რაღაც ესეთი ნაკლების კონცენტრაციით ყოფილიყო და შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ სულ ხდებოდა, ადამიანი ამას იმ დღესვე იგებდა, ანუ დაიღებდა, ამას ნახავდა, რომ იქ ნაკლები ოქროა, ან რაღაც ან სპილენძია და არ არის ოქრო და ამიტომ ასე ხალხის მოტყუება და ძარცვა იყო რთული. სულ აკეთებდნენ რაღაც დოზით გამოსდიოდათ, მაგრამ პრინციპის დონეზე ადამიანი მიხვდებოდა, რომ ეხლა მეფე ცუდად მოიქცა, აგრე მე ოქროს მომეტა მოუტანა და მაგინ კიდე სპილენძის დამიბრუნდა და ყველაფერი გასაგები იყო, რომ გამძარცვა. ანუ ეს ძარცვის მეთოდი, ფულის გაფუჭება იყო ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტიანი, იმიტომ რომ ხალხი ხედავდა. და მაგრამ მე აი ადამიანებს რაღაც ეხლა
არც გვაქვს იმის რომ შევიდეთ, მაგრამ წამოვიდნენ რომ რაღაც მომენტში რაღაც ამდენიმე საუკუნის მუშაობა დაჭირდა პოლიტიკოსებს, რომ ხალხს აუხსნათ, მათ შორის ტექნოლოგიურ პროგრესის დაეხმარა, რომ აი რა გინდა ეს ოქრო ასე ისე იყოს ეს ქაღალდიო რა და ქაღალდის უკან ოქრო არის. და ასე შემდეგ და ხალხი მიეჩვია უფრო მარტივი ტექნოლოგიის გამოყენებას. და მე აღმოაჩინა პოლიტიკოსმა რომ მარტივად შეიძლება ადამიანი მოატყუა და თქვა რომ თუნდაც ფული იბეჭდება. ქაღალდი ხო იბეჭდება? ესე იგი ფული ხო ქაღალდს იყენებ. ამას ხო ფული ქვია. მაგრამ იმას ფული ერქვა მანამ სანამ ის ოქროთ იყო გამყარებული. იმიტომ რომ ეს ქაღალდი არ იყო, ის იყო დოკუმენტი, რომელიც კონტრაქტი ფაქტობრივად, რომელიც გაძლევდა უფლებას, როცა გინდა რაღაც ოქრო ვესქი მიგეო. ის არანაირ ფულს არ წარმოადგენდა. რატომღაც მეჩვენება რომ მაყურებლისთვის ცოტა რთულ რაღაც ხო, ამიტომაც გითხარ რომ ფული კითხვა დამისვენეთ, მაგრამ უყურე შესაქმე მარტივად რა ვიცი. მარტივად ვერ ახსნი ამას. თელი ამბავი რომ წამოგე რაღაცა იყო, აი ფულის გაფუჭდება იყო, აი ოცნება ყველა მეფესთვის. თელი კაცობის ისტორია ყველა მეფე იმპერატორი და რაღაც ამას აკეთებდა. უბრალოდ სულ ბოლო რაღაც 150 წლის მანძილზე პოლიტიკოსებმა მართლებმა მოიგონეს მიაღწიეს ამ მიზანს და მოატყუეს ხალხი საბოლოოდ. და დაარწმუნეს რომ ქაღალდი არის ფული. როცა ის არ იყო ფული და ვინაიდან ეს საერთოდ დაიწყო ეს სპონტანური წესრიგის ნაწილი იყო ძალიან რთული სისტემა. მონიტორინგ პოლიტიკას მითხენ მონიტორინგ აზრი არ აქვს ლაპარაკი თუ ადამიანი ფული რა არის ხო და ამას დაშენდა ჯერ ფული ქაღალდი ფულია დაარწმუნეს. მერე ქაღალდის ბეჭდა შეიძლება. მე უთხრეს რომ ქაღალდი სწორად უნდა დაბეჭდეო რომ იქნებ ეკონომიკა არ ეყოფაო. ეს შეიძლება მარტივად დაამსხვრევ რა უნდა ამის დამსხვრევას უთხრა რომ 1813 წელს ფასები უფრო მაღალი იყო ვიდრე 1913 წელს და ზოგადად 100%-იანი სხვაობა იყო სულ. და ის რა ქვია ოქროს სტანდარტი იყო, ფულს დიად არ ბეჭდავდა და ამ პერიოდში მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია. ანუ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპები. მე რა არც მოხდა რა, ლოკალურად მე-20 საუკუნეში იყო პერიოდები უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის, მაგრამ ასეთი ხანძლივი პერიოდი, ასეთი ეკონომიკური არასდროს არ ყოფილა. არც ეხლა არ გვაქვს. ანუ საუკეთესო პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში მოხდა მათ შორის ფული არ იბეჭდებოდა. ხო, მაგრამ ხალხი მამას ვერ ხვდება, ანუ ისევ იგივე ამბავია, იმიტომ რომ ტვინში იმდენად ჩატენეს ეს მითი, რომ ეკონომიკისთვის საჭირო რაღაც ფული, ვიღაც ამოდმევად გრძელდება. და მუდმივად გრძელდება ეს პროცესი. ეს არის ხალხის დაცვის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი. პოლიტიკოსებმა ბოლოს და ბოლოს მრავალ საუკუნეო ოცნება აღასრულეს და მოიღეს ხალხის დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ხალხი ვერც კი ხვდება როგორი ძარცვება, იმიტომ რომ ფულს რო ბეჭდავ და ეს რომ მე აისახება ინფლაციაში, ადამიანი ამას ხედავს როგორც პურის გაძვირებას და გონია რომ თონის ფლობელია დამნაშავე, ან მაღაზიის გამყიდველია დამნაშავე ან ფლობელი. და ამიტომ პრეტენზია არა მძარცველთან აქვს, ანუ ტექნიკურად ეროვნულ ბანკთან, ან მთავრობასთან, არამედ ადამიანს არ ფშოში არის, უბრალოდ ფული ხო გაუფასურდა. ესე იგი ამ ქაღალდში გამოხატული პურის ფასი უნდა გაიზარდოს. ის სწორად იქცევა. ის თუ ადრე ის პური ღირდა 2 კიტრი, ახლა 2 კიტრი. უბრალოდ კიტრის და ის პურიც გაიზარდა ქაღალდის ქაღალდთან შედარებით გაძვირდა და ამიტომ პურის ფასი გაიზარდა, მაგრამ პურის ფასი კი არ გაიზარდა, შენ ჯიბეში ქაღალდი გაუფასურდა. ანუ შენ ჯიბეში იმიტომ გაუფასურდა, რომ იმან დაბეჭდა და იმან დაბეჭდა, რომ ასე გაგძარცვა. ხო, რა ვიცი, რო ვფიქრობ ხოლმე, მე მგონია, რომ ზუსტად ეს მითი ამ ფულის და მონეტარული პოლიტიკის შესახებ არის ყველაზე დანაშაულებული თუ მავნებლური მითი, რომელიც არის დასამსხვრელი. ხო და ოღონდ წამოიდინე რომ შეიძლება ამის გაკეთება. რომის იმპერია არ დაინგრეოდა რო არა ფულის გაფუჭება. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ზოგადად ამ ძარცვის და ეს ყველაზე დიდი ძარცვის ინსტრუმენტია. და ახლა ყველა ძარცვას, ყველა მთავრობა ძარცვას, ჩვენი მთავრობა ასე ძარცვას, ამერიკის მთავრობა ასე, ამერიკას სოფლიოს ძარცვას დოლარების ბეჭდით. რა ვიცი, ევროპაში, ევროზონაში იგივე ხდება, ყველა გამოირჩევა მხოლოდ მასშტაბით. სადღაც ძალიან ძარცვავენ, ვის რამდენს მიუწვდება ხელი. აი თურქეთში ან არგენტინაში სანამ ჩვენი საყვარელი მილეი მოვიდო და ჩვენ ქვეყანაშიც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ 15%-იანი ინფლაცია ჰქონდა ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში. 90-იან წლებში ჰიპერინფლაცია ჰქონდა. იქ მაშინ რამდენიმე ყავა. და ჩვენ რო მარტო ჩვენი ქვეყანა რო ავიღოთ, ეროვნულ ბანკმა უფრო დიდი ზიანი მოგვაყენა ჩემი აზრით, ვიდრე რუსეთის ოკუპაციამ და ყველამ რაც რუსეთს ჩვენ გავიკეთა ამ 30 წლის მანძილზე.
ეკონომიკურ ზიანი რო გადათვალო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეროვნული ბანკი უფრო სასტიკი იყო ჩვენი ხალხის მიმართ, ვიდრე რუსები. გადული არ იქნება მაგის დათვლა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ახლა აი რამდენჯერმე უფრო მდიდრები ვიქნებოდით, ოდესღაც ეროვნული ბანკი რო არ შექმნილიყო. უბრალოდ აგვიყო რაღაც სხვა ვალუტა, გერმანული მარკა მაშინ, ან დოლარი და იმით გვევაჭრა. უბრალოდ რამდენჯერმე მდიდრები. შეიძლება ბევრი ის რაც დაგვემართა, არც მოხდარიყო პოლიტიკური პრობლემები, რუსეთთან ურთიერთობა სხვანაირი ქონოდა და შემდეგ რა ვიცი, დაახლოებით რაც ესტონეთმა გააკეთა. ფაქტობრივად ესტონეთისნაირად რომ მოქცეულიყავით, სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით. მაგრამ ადამიანების თავარი ამბავი ის არის, რომ ეს ამით თავრობებს შეუძლია ხალხი უსასრულოდ ძარცონ, ისე რომ ვერც კი ხვდებიან, ამიტომ შენ ამ მითის დამსხვრევის პროცესში შენ წინააღმდეგ იქნება მთელი მთავრობა, მთელი საბანკო სისტემა და ყველა პარაზიტი, ვინც ამ სისტემაზე ზის დაწყებული რაც მოსყიდული ექსპერტები, დამთავრებული პროფესორები უნივერსიტეტში. თორე შენ ეს იმერო ჩამოშალო და დაამსხვრე და ხალხს გააგებინო თურმე როგორ ძარცვავდნენ. გარდა იმისა, რომ მთავრობას გადააგდებს ეს გაბრაზებული ხალხი. უნივერსიტეტებში, ეკონომიკის ფაკულტეტებზე ზედმეტი ის იქნება პროფესორა. ხო, ამიტომ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის რამე ბრმად გავაკეთოთ, არ უნდა ვიფიქროთ როგორ შეიძლება ამის წინააღმდეგ ბრძოლა და არ ვიფიქროთ, რომ ეს ხვალვე შეიძლება რაღაცნაირად მოგვარდეს და მე მგონი აი რადგან დროც არ გვაქვს ბევრი, აი წამოიგინე რომ თუ რამე არის გასაკეთებელი ამ ნაწილში არის მართლა საწინააღმდეგო მითის შექმნა. აი რაც მოყოლოდ ინდუსტრიული რევოლუცია როგორ იყო, აი ინდუსტრიული რევოლუციის მითოლოგიზაცია რო სათანადო ყოფილიყო, მაშინ ამას არა მარტო ფულის საკითხი მოყვებოდა, ბიზნესმენები ვინ არის. ეს ხო ბიზნესმენების დამსახურება იყო, არა მუშების და არა პოლიტიკოსების. ბიზნესმენები რისკავდნენ და აი წარმოუდგენელი რაოდენობის აღმოჩნდა გააკეთეს. რომ არა ბიზნესმენები. მაგ კიდე ერთი მითია, რომ მდიდრები რომ არსებობენ, ამიტომ არსებობენ ღარიბებიო. აი ესეთი მითია წარმოუდგენელი. უამრავი ასეთი ასეა ეკონომიკაში ასამ შეხვიდა, საით გაიხედ გამოიხედა ყველგან მითი დაგხვდება საბოლოო ჯამში, მაგრამ უბრალოდ თუ გინდა რომ ეს რაღაცნაირად შეცვალო ფაქტობრივად შენი ამოცანა სხვა გვარის, მაგრამ არანაკლებ ეფექტური ის გააკეთო რა, ანუ შტამბეჭდავი მითი, ლამაზი. იმიტომ რკინიგზა ხო ის ეკონომიკის სამეცნიერო დამსახურება არ იყო, ან მუშების რომელიც აკეთებდა, ეს ბიზნესმენების დამსახურება იყო, ეს საერთოდ გაჩნდა. არც იმ მეცნიერების, არც არავის. მოდი ჩვენ ახლა მონეტარული მითის დანგრევას ვერ შევძლებთ. გადავიდეთ შემდეგ მითს, მონეტარულზე ალბათ კიდე სხვა გადაცემაში შევეხებით, იმიტომ რომ ეს იმდენად უზარმაზარი საკითხი ალბათ 100 გადაცემად არ ეყოფა. და მარტო ეს გადაწყვეტო უკვე კაცობრიობის ისტორია შეცვლია, ამიტომ გადატრიალება იქნება თელესოფიაში. მაგრამ მე მგონია შედარებით ადვილი დასამსხვრევია მითი იმის შესახებ, რაც ახლა მოახსენე, რომ დიდრები რომ დიდრდებიან, ეს იწვევს ვიღაც სხვა ადამიანების გაღარიბებას. ეს მითი ეგრეთ წოდებული ზერო სუმის მომხრეების, ანუ ნულოვანი ჯამის მომხრეების თავებში დაიბადა ალბათ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანს გონია, რომ ეს მართლაც ასეა, რადგან ვიღაცა გამდიდრდა ეს სხვების გადაწვის ხარჯზე. არადა სინამდვილეში სრულიად პირიქითაა და იქნებ მე შემიძლია ჩემებურად ჩამოვაყალიბო, მაგრამ მაინტერესებს როგორ ჩამოვაყალიბო. როგორ გითხარ, რამდენიმე წუთში მარტივის არის, ანუ ეს ამ მიცხო ძალიან ბუნებრივი გასაგები წყარო აქვს. ჩვენ ქვეყანაში რომ შეხედო ბიზნესმენებს დიდი მათი ნაწილი ჩვენ არ ლაპარაკობთ ვინც კორუფციით ამ თავრობასთან შეგვიძლია. არა, ხო, მაგრამ ადამიანი ხო აკვირდება სამყაროს და ხო ხედავს რომ ვიღაც ადამიანები დიდრდებიან, იმიტომ რომ ძარცვავენ. და ამიტომ რადგან ხედავს ამას და მაგალითად ჩვენი ქვეყანაში ძალიან ცოტა შესაძლებლობა იყო რომ შენი შრომით გამდიდრებულიყავი, შენი ცოდნით, შენი შრომით და უნარით. ნუ ამ შლობა ხო გამდიდრებულიყავი, ეს რადგან ძალიან ცოტა იყო, დღესაც ძალიან ცოტაა და ამის ფონზე არის უამრავი შესაძლებლობა როგორ ძარცვით გამდიდრდე და ძარცვა ზუსტად რო გულისხმობს რომ ერთი მდიდრდება და მეორე ღარიბდება, ამაში თავისგან არსი ბუნებრივი რომ ადამიანს უყალიბდება წარმოდგენა რომ ადამიანი რომ მდიდრდება, ესე იგი ვიღაც ღარიბდება. ანუ ის მაგას ვერ დაადანაშაულებრო ასე წარმოდგენა აქვს, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს უფრო დანაშაულია მისი რომ ის იმან ვერ მიხვდა პოლიტიკურ ასწორებად კლებაროდეს მიიღო.
და ვერ მიიღო. მაგრამ მე შენახლახსნი თუ რატომ იქნება ასეთი წარმოდგენა, რატომ ძლიერდება ეს მითი. ხო და ეს მარტო ჩვენ ქვეყნას არის ყველგან ასე იყო და ყოველთვის და ძალიან პატარა გამონაკლისების გადა და ეს გამონაკლისებია რომელიც ისე კაშკაშებს რომ შეიძლება არ დაინახოთ თუ ამაზე ფიქრობ, მაგრამ სიამდვილეში კაცობის ისტორია რო შეხედო უდიდეს შემთხვევაში ანუ ეს ქრისტეს ამბავი აკლემის და ის დიდარი უფრო ის აქვია აკლემი უფრო ადვილად გამოსძლება ნევის დიდარი სამოთხეში მოხდება ხო აქედან მოდის იმ პერიოდში სად იყო ბიზნესმენი რომელიც პატიოსთან ვაჭრობით მთავრობასთან დაალაგების გარეშე და რაღაც გამდიდრებულა ანუ სიამდვილეში იქ ხო ძალიან გასაგები იყო რომ ის მართლები ყველა უსინდისო ხალხი იყო ზოგადად მართლობის 99% უსინდისო ხალხი იყო ყველაზე უსინდისო საზოგადოებაში ყველაფრის კადრებელი და ყველაზე ამორალური და ასე შემდეგ. ანუ ეს ახლა მეფებზე მითებს რო ქმნიან, რომ შეხედო რომ ეს მეფები რასაკეთებენ რეალურ ცხოვრებაში, ამარზენი იქნება ნახევარზე მეტი და ნამდვილებით. და უმრავლესობას ძეგლის კი არ დაუდგეს ისე გაქრთენ ისტორიიდან. ხო და ამიტომ ამ გასაგებია რომ იმ პერიოდში ძალიან რთული იყო წარმოვიდგინე რომ ადამიანი დიდდება და მეორეც დიდდება. ორივე მდიდრდება. მაგრამ ეს მითი იცხრება ძალიან მარტივი რაღაც. ეს სულ ასე იყოს. ჩვენ ხო ქვის ხანაში ვიცხოვრებდით. ანუ ქვის ხანაში რომ ადამიანი მდიდრდება, ის ხო თუ ის ქვის ხარჯზე მდიდრდება, ჯამი ხო ერთ რეგიონად რჩებოდეს და თუ ასეა, სულ ქვის ხანაში ვიცხოვრებდით. რატომ ვართ უფრო თუ ბევრად უფრო მდიდრები ვართ, აი წარმოუდგენლად უფრო მდიდრები ვართ. არა თუ ქვის ხანასთან შედარებით, თუნდაც მე-15 საუკუნესთან შედარებით, დღევანდელი მუშა გერმანიაში ნებისმიერ იმპერატორზე უფრო მდიდარი და კარგ პირობებში ცხოვრობს, ვიდრე რა ვიცი მე-15 საუკუნის თუნდაც აი ხო და რადგან ასე ხდება. ხო, მეფეებს იგივე იმპერატორის სასახლეები და ისინი ჰქონდათ, მაგრამ კონის ჯამისი და გამაყოჩებელი. ხციდან არ ჩამოწვენილი და რადგან ჯამი გაიზარდა. კი. ესე იგი უბრალოდ ვიღაცას კი არ წავართვი. ესე იგი რაღაც ახალი შეიქმნა. და თუ ახალი შეიქმნა, უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ ვინ რა წილიმი შექმნა ამის და როგორ გადანაწილდა ეს საზოგადოებაში, მაგრამ ესე იგი გამდიდრება ეს მხოლოდ ვიღაცის დაცვა არის, შეიძლება რაღაც შექმნა ახალი. ხო და აი ეს როგორ შეიძლება შეამჩნიო. მაგრამ სიამდვილეში ეს მითი იმიტომაც არის ცოცხალი, რომ ადამიანი რომელიც წარუმატებელია საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საზოგადოებაში მაგალითად ნიდერლანდები რო აიყო, რა ვიცი, ამერიკა აიყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება შეიძლება წარმატებას მიაღწიო და მოუკიდებლად, თუ წარუმატებელია, მას ურჩევნია მითის ჯეროდეს თავისი შური ამით დააკმაყოფილოს და წარმატებული ადამიანზე თქვას, რომ ისო მძარცველი არისო, ექსპლუატატორი არისო, ვიდრე აღიაროს, რომ თვითონ წარმატებელია და ის წარმატებული. კი, თვითონ ტყვანი არასოდეს არ არის. და მთელი რაღაც უდიდეს ნაწილი თუ ყველა არა ჩვენი პრობლემისა ეს შურით და ემოციების განპირობებული და ეს მითი ცოცხალია არა მარტო იმიტომ რომ არგუმენტი არ არსებობს, არგუმენტის მეტი რა არის. თვალები გაახილეთ და ინახავ, მაგრამ ის არ მოგეწონება. მაშინ იმასთან ერთად უნდა აღიარო რომ შენ ხარ წარუმატებელი და ის დიდარი ადამიანი მართლა პატიოსთან დიდარია. კი, ვიღაც ცუდი ხალხიც არის ძარცველების გასაგები, მაგრამ ყველა ასეთი არის, ყველა ასეთი ყოფილა ქვის ხანაში ვიცხოვრებდით. ვინც ჩემი ტელეფონი გამოუშვა. მე იმ კაცთან პრეტენზია არაფერი არ მაქვს. ის რომ დიდარი არ იყოს, მე ხო ეს ტელეფონი არ მექნებოდა. ძალიან მარტივი მაგალითია. რა ვიცი. რატო უნდა მინდოდეს იმ კაცის შეზღუდვა, იმ როგორც კი შეზღუდვა, ან როგორც კი რაღაც ლიმიტს დაუწესებ, მე მაშინ ტელეფონად ვრჩები და ეს ელემენტარული რაღაცაა. ხო და რო ადვილად დასანახია თუ გინდა და რო შევაჯამო, აი ეს არის ეკონომიკის და ზოგადად სოციალური მეცნიერების თავარი პრობლემა. სოციალური მეცნიერების არა თუ არა აქვს გარე ფილტრი, სამყაროს გარე ფილტრი, რომელიც თვითონ აფრინდება როგორც ფიზიკოს. ის ასევე დამოკიდებულია ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. შურმა შეიძლება ბევრი დიდი გავლენა იქონიოს იმაზე, რომ რა თეორია აირჩიოს და იყოს წარმატებული, ვიდრე ეს თეორია რაღაც კონკრეტულ პრაქტიკულ წირში სწორგატლებას გადადის თუ არა. ანუ მაგალითად შეიძლება კომუნიზმი ბოროტება, შეიძლება კი ყველაზე დიდი ბოროტება კაცობრიობის ისტორიაში ჩემი აზრით, მაგრამ აი შენ თუ ხარ ადამიანებს უნდა ხალხი მართოს, მონობა მოგწოს და კიდევ ბევრი მონაყავდეს და ეს ხალხი უსასრულო უნდა ჩახოცო. კომუნიზმი ხო იდეალური კონცეფციაა შენთვის. შენ ხო უნდა გაავრცელო ეს კონცეფცია, იმიტომ რომ შენ თუ გაქვს იმედი, რომ შენ გახდები ბელადი და შენ აი კაცი ჭამია ხარ, სადისტი და აი ადამიანის ხოცვა მოგწოს, კომუნიზმი უკეთეს რა უნდა მოიგონო. საინტერესო ის არის, რომ
ხშირად და უცნაური და ხშირად შეიმჩნევა ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც საახლობელ წრეში თითქოს განათლებულიც არის, თითქოს კარგი ადამიანიც არის, ურთიერთობაშიც ნორმალური ადამიანია, ხავს უჭერს კომუნიზმს, სტალინიზმს. ყოველთვის რაღაც პრობლემა იქნება, ან განათლებლობის, ან ფსიქოლოგიური პრობლემა. აი წარმოუდგენელი დისონანსია თვითონ იმ ადამიანის როგორც პიროვნებასა და იმ სისტემას შორის, რომელიც თან ახლა ჩვენ ხო ვიცით რომ ის როგორც ჩვენ ვიქცევთ საზოგადოებაში, ან თავს ჩვენ რა შინით რა გვაქვს. აი ბევრი ნაცისტური ასეთი წარმოდგენებით დაბლოკილი ევროპაში, მაგრამ არჩევნებზე მე ხალხი მიდის და ასე ვთქვათ, ისეთ კანდიდატებს უჭერს ხალხს, იმიტომ რომ მაინც გამოსდის ეს ჩახშობილი შეიძლება იყოს, საჯარო შეიძლება ერთგვარ უნდა ვიქცეოდე, რაღაცას ვაკეთებდე, მაგრამ საქმეს რომ მინდა შეიძლება სხვანაირად ვიქცეოდე. ამიტომ ადამიანი შეიძლება ძალიან შურიანი იყოს და ცხოვრებაში ვიღაცას ვერ იტანდეს, რა ვიცი, ებრაელებს, ან რა ვიცი, კაპიტალისტებს, ან ვიღაცას და ისე ასად არავლენს ამ თავის ამ შურს, მაგრამ აქედანაც არის ეს კომუნიზმის რომ ვიღაცას ვერ იტანს რა. შეიძლება ჩვენშიც იყოს რაღაცა ისეთი ჩაბუდებული შური თუ ავტორიტარიზმი თუ რაღაცა. ჩვენ თვითონ არ ვიცნობთ ჩვენ ემოციებთან ბრძოლა, მთელი ცივილიზაცია ფაქტობრივად ჩვენ ვდგუნავთ ამ ბუნებრივ ცხოველურ ინსტინქტებს. მაგრამ ეს არის მარტივი და ყველას მოდის რაღაც გადახრა ხოლმე. ყველა უწევთ ამ შეცდომას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე დასასრულისკენ მივდივართ ასეთი დიალოგებით, მინდა რომ ამ გადაცემაში სტუმრებთან ერთად, მაყურებლებთან ერთად ნენელა უკეთ გავიცნობიეროთ ის თუ რანი ვართ ადამიანები, რა სამყარო გვაქვს, როგორ ხედავთ ჩვენ სამყაროს და საერთო ჯამში იქნებ უფრო უკეთესი საზოგადოება გავხდეთ, თუ მეც გავეცნობიერებთ, ცოტა წინ გადავდგავთ ნაბიჯებს. და ბოლოს მინდა ესეთი რამე ვთქვა, რომ ეს გადაცემა არ მინდა რომ მუდმივად ასეთი ტიპის დარჩეს, თავიდან რამდენიმე გადაცემას ალბათ როგორც სანდრო იყო დღეს ჩემი სტუმარი, სხვადასხვა სტუმრებს მოვიწვევ, თუმცა შეიძლება რაღაც ცვლილებები გავაკეთო ფორმატში, იმის მიხედვით თუ როგორ იქნება უფრო საინტერესო. თქვენს შენიშვნებს, გამოხმაურებებს მივიღებ, სიამოვნებით წავიკითხავ, გიპასუხებთ, ასე რომ გამოგვეხმაურეთ. მადლობა ყურადღებისათვის, შემდეგ შეხვედრავთ. მადლობა.